მოდით ერთი წამით წარმოვიდგინოთ. ჩვეულებრივი სამუშაო დღეა, თანაც ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკის სათაო ოფისში. იცით როგორი დღე? ყველაზე დაძაბული, როცა ყოველი წამი მნიშვნელოვანია. და აი ამ დროს ხდება ერთი შეცდომა, სულ ერთი პატარა უმნიშვნელო შეცდომა და ყველაფერი, აი ფაქტობრივად ყველაფერი თავდაკირად გება. არა, ეს არ გეგონოთ რაღაც ჰოლივუდური ფილმის სცენარი, ეს აბსოლუტურად რეალური ამბავია. ამბავი იმის შესახებ, თუ როგორ გაითიშა მთელი ბანკის ქსელი. რის გამო? იცით, ერთი არასწორი ფიზიკური მოქმედების გამო. ეს ისტორია იცით იდეალური მაგალითია იმისა, თუ რა კატასტროფული შედეგი შეიძლება მოყვეს ერთ თითქოს და სრულიად უმნიშვნელო შეცდომას. და აი მივდივართ ეპიცენტრში. ინჟინერი, სერვერების ოთახშია. მისი ამოცანა ერთი შეხედვით ძალიან მარტივია. უბრალოდ უნდა გადართოს ერთი ქსელის კაბელი. სულ ეს არის. მაგრამ ხომ იცით როგორ ხდება? სწორედ აქ, ამ ერთი მარტივი მოქმედებით იწყება ნამდვილი კატასტროფა. წარმოგიდგენიათ, წამებში, აი ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე მთელი კორპორატიული ქსელი პარალიზებულია, ტრანზაქციები ჩერდება, მოხმარებლები ვერაფერს აკეთებენ და ბანკი ყოველ წუთს უზარმაზარ ფულს კარგავს. ეს შემთხვევა იცით რას გვანახებს? იმას თუ რამდენად მყიფე და ერთმანეთზე გადაჯაჭვული შეიძლება იყოს თანამედროვე სისტემები. კარგი, მოდით ახლა ცოტა ჩაუღრმავდეთ. აი, როდესაც პრობლემა ჩნდება, რა არის ჩვენი პირველი რეაქცია? ხშირად ეს არის ინტუიცია, არა? რაღაცას უგრძნობთ და იმპულსურად მომქმედებთ. მაგრამ, აი აქ არის დიდი მაგრამ. პროფესიონალურ გარემოში ეს ინტუიციური მიდგომა შეიძლება უბრალოდ დამღუპყველი აღმოჩნდეს. აი ეკრანზე ფაქტობრივად ორი სხვადასხვა სამყაროა. მარცხნივ გვაქვს, დავარქვათ გადატვირთე და იმედი იქონია მიდგომა. ხომ იცით, სახლში რომ კომპიუტერი გაგიჭედავთ, რასაკეთებთ, გამორთავთ, ჩართავთ და იმედი გაქვთ რომ მეშველება. ხანდახან მუშაობს კიდეც. მაგრამ კორპორატიულ გარემოში, სადაც საქმე გვაქვს ათასობით მომხმარებელთან და კრიტიკულ სისტემებთან, იქ ასეთი მიდგომა პირდაპირ რომ ვთქვათ კატასტროფის რეცეპტია. კარგი, და თუ კი ინტუიცია კატასტროფის რეცეპტია, მაშინ რა ვქნათ? რა არის გამოსავალი? თუ ბრმა ინსტინქტებს ვერ ვენდობით, მაშინ რა გვიცავს ამ ქაოსისგან? პასუხი მეგობრებო არის სტრუქტურა. და აი შემოდის ჩვენი ამბის გმირი. ეს არის სტრუქტურირებული ლოგიკური ჩარჩო პრობლემების გადაჭრის შვიდნაბიჯიანი მეთოდი. ეს რაღაც ხაირიდან მოტანილი იდეა არ გეგონოთ, ის პირდაპირ ინდუსტრიული სტანდარტებიდან მოდის, მაგალითად CompTIA A+ სერტიფიკაციიდან. და იცით რა არის მთავარი? ეს არ არის უბრალოდ წესების კრებული, ეს არის აზროვნების სტილი. მოდით ერთად გავიაროთ ეს ლოგიკური ჯაჭვი. წარმოიდგინეთ, აქ პანიკისა და ბრმად გამოცნობის ადგილი უბრალოდ არ არის. ყველაფერი თანმიმდევრულია. პირველი, ზუსტად ვადგენთ რა არის პრობლემა. არა ზოგადად, არამედ კონკრეტულად. მეორე, ვქმნით თეორიას, ანუ ვარაუდს, რატომ შეიძლება ხდებოდეს ეს. მესამე, ამ ვარაუდს ვამოწმებთ კონტროლირებადი ტესტით. მხოლოდ ამის შემდეგ, როცა უკვე ვიცით მიზეზი, ვადგენთ სამოქმედო გეგმას და ვახორციელებთ მას. და ბოლოს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ვრწმუნდებით, რომ ყველაფერი გამართულად მუშაობს და ვაკეთებთ იმას, რასაც ბევრი ივიწყებს, ვქნით დოკუმენტაციას. კარგი, ამ ნაბიჯებიდან მოდით განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილოთ ერთ, ალბათ ყველაზე კრიტიკულ ნაწილზე. ეს არის თეორიის ჩამოყალიბება. სწორედ ეს მომენტია, როდესაც პრობლემის გადაჭრა ბრმა, ქაოტური ქმედებებიდან მეცნიერულ, გააზრებულ პროცესად გარდაიქმნება. ჰიპოთეზა. რა არის ეს? ეს არის წესტირებადი თეორია, ანუ დასაბუთებული ვარაუდი შესახებ თუ რა იწვევს პრობლემას. და საკვანძო სიტყვა აქ არის სანამ. ანუ ჩვენ ამ თეორიას ვაყალიბებთ სანამ რაიმე ქმედებას განვახორციელობთ. იმის მაგივრად რომ პირდაპირ რაღაცის გაკეთება დავიწყოთ, ჩვენ ჯერ ვჩერდებით და ფიქრობთ. იცით, სწორედ ეს განასხვავებს პროფესიონალს მოყვარულისგან. მოდით, ისევ იმ ბანკის ისტორიას დავუბრუნდეთ. წარმოიდგინათ გამოცდილი მეთოდური ინჟინერი. ის ხომ სერვერების ბრმად გადატვირთვას არ დაიწყებდა, არა? ის ჯერ ჩამოაყალიბებდა ჰიპოთეზას. მაგალითად იტყოდა, ვფიქრობ, პრობლემა ქსელური მარყუჟია, რომელიც იმ კაბელის გადაერთებამ გამოიწვია. და მერე მოიფიქრებდა, როგორ შეემოწმება ეს თეორია კონტროლირებად და რაც მთავარია უსაფრთხო გარემოში, რომ მეტი ზიანი არ გამოეწვია. და აი მივედით ბოლო ნაბიჯამდე, რომელსაც ხშირად ყველაზე ნაკლებ ყურადღებას აქცევენ, მაგრამ რომელიც სინამდვილეში კრიტიკულად მნიშვნელოვანია. სწორედ ეს ნაბიჯი განასხვავებს ერთჯერად წარმატებას გრძელვადიანი სტაბილური სისტემისგან. წარმოიდგინეთ, დოკუმენტაციის გარეშე თქვენი გამოსწორება, თქვენი გამოსავალი არის უბრალოდ დროებითი საიდუმლო, რომელიც მხოლოდ თქვენ იცით. გუნდურ გარემოში, სადაც სვლაში სხვა ადამიანი მოდის, ეს უბრალოდ მიუღებელია. რატომ? იმიტომ რომ პრობლემა, რომელიც თქვენ ასე რთულად მოაგვარეთ, შეიძლება მეორე დღესვე დაბრუნდეს. აი შეხედეთ ამ პატარა, მაგრამ ძალიან რეალურ ისტორიას. დღე პირველი, 3 საათი. ინჟინერი A პრობლემას აგვარებს. სისტემა მუშაობს, მაგრამ ის ამას არ აფიქსირებს დოკუმენტაციაში.
მეორე დღეს დილის 9 საათზე. ცვლაში მოდის ინჟინერი B. ის ამოწმებს სისტემას და რას ხედავს? რაღაც არაავტორიზებულ უცნაურ კონფიგურაციას. რას აკეხებს? რა თქმა უნდა, აბრუნებს ყველაფერს სტანდარტულ მდგომარეობაში. და შედეგი 9 საათსა და 16 წუთზე კატასტროფა მეორდება. ინჟინერს ბრალია არა, რა თქმა უნდა. ეს არის დოკუმენტაციის არარსებობის პირდაპირი შედეგი. და სწორედ ამიტომ არსებობს ისეთი რამ, რასაც ცვლილებების მართვა, ანუ change management ხრია. ეს არ არის უბრალოდ კარგი რჩევა ან რეკომენდაცია. ეს არის პროფესიონალური IT ოპერაციების ქვაკუთხედი. ეს არის ფორმალური პროცესი, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ნებისმიერი ცვლილება იყოს დოკუმენტირებული, დამტკიცებული და რაც მთავარია, გასაგებითელი გუნდისთვის. ეს არის გარანტია იმისა, რომ წარსულის შეცდომები არ განმეორდება. აქამდე ჩვენ ძირითადად IT-ის კონტექსტში ვსაუბრობდით, ხომ? მაგრამ იცით, ამ მეთოდოლოგიის ნამდვილი სილამაზე მის უნივერსალურობაშია. ეს არ არის რაღაც ინსტრუმენტი მხოლოდ ტექნიკოსებისთვის. ეს არის აზროვნების მოდელი ყველასთვის. დაფიქრდით ერთი წამით. მარკეტინგული კამპანია ჩავარდა? მოდით გამოვიყენოთ ჩვენი მეთოდი. ნაბიჯი 1. პრობლემის იდენტიფიცირება. კონვერსია ძალიან დაბალია. ნაბიჯი 2. თეორიის ჩამოყალიბება. შესაძლოა სამიზნე აუდიტორია გვაქვს არასწორად შერჩეული. ნაბიჯი 3. თეორიის ტესტირება. მცირე ბიუჯეტით ვსდით ახალ აუდიტორიას. ხედავთ, ლოგიკა იგივეა და ის მუშაობს ყველგან. იქნება ეს გაყიდვების ვარდნა, ქარხნის პროცესების ოპტიმიზაცია, თუ რთული პროექტის დაგეგმვა. ასე რომ მეგობრებო, როდესაც შემდეგ ჯერზე რთული ამოცანის ან ქაოსის წინაშე აღმოჩნდებით და არა აქვს მნიშვნელობა ეს იქნება ტექნიკური, ბიზნეს თუ პირადი პრობლემა, უბრალოდ გახსოვდეთ ეს 7 ნაბიჯი. შეჩერდით, ამოისუნთქეთ, იფიქრეთ და მხოლოდ ამის შემდეგ იმოქმედეთ. აბა, დაფიქრდით რა არის ის პირველი კომპლექსური პრობლემა, რომლის გადაჭრასაც სწორედ ამ სტრუქტურით ვცდით.